რაც მინდა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს შევეხო, ეს არის პირადად ჩემი აზრია და არ გეგონოთ რომ რაღაცას ანუ რა ისე თქმა მინდა რა. ლევანთან აი ბოლო პერიოდი რო იყო და ახლა ძალიან ცუდად რო იყო უკვე და რაღაცა ხშირად მივდიოდი ხოლმე რომ რაღაცა გამერთო რაღაცნაირად ისე თემებზე დამეწყო ლაპარაკი რომ რაღაცა ცოტა ხასიათზე მომეყვანა რაღაცა და ძალიან ცუდად იყო არაფრის ხასიათი არაფერ თემა არ უნდა და არაფერი და ერთხელაც მივედი მახსოვს შევედი მაგის ოთახში და ეხლა მეთქი რაზე დაუწყო რა თემა გაუსწორდება უფრო აი რაში შემოვიყვანა მას და ვეკითხები რა ისე ჩაუტყე რა მეთქი ჯერ დაუწყე ლაპარაკი ამ დღევანდელ დღეზე ამათ რეფორმებზე რაღაცა და მეთქი შენ რო გამხდარიყავი მეთქი პრეზიდენტი აი პირველ რიგში რას გააკეთებდი მეთქი რა და ეს ჭერში იყურება რა არ პასუხობს რა მე გამომხედა და რა მითხრა იცით? ანჩისხაც დავაბრუნებდი თავის ადგილას. ეს იმდენად იმოქმედა ჩემზე და იმდენად ანუ ჩვენ კიდე არ ვიცი მე და მეგობრები მყავს და ქალბატონის ელენე კავლელაშვილი კიდე ძალიან მაგარი ქალი რომელიც იყო დამცველი საერთოდ ამ ყველაფერი განძის და რაღაცა უღრმესად დიდ პატივს ვცემდი ამ ქალბატონს და რა თქმა უნდა ეხა ეს განძის დამცველი იყო და იქ რაღაცა რომ არაფერი არ დამართნოდა მას და ანჩისხაც და ყველაფერი ნორმაში რო ყოფილიყო და რაღაცა ეწინააღმდეგებოდა ანჩისხატის გადატანას ანჩისხატის ტაძარში ხო და ესევე არის ჩემი მეგობარი არის ნინო მიქიაშვილი რომელსაც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვერ ვეთანხმები რა იმიტომ რომ თუ არ გწამს იმისი რომ ეს ხატი რაღაც სერიოზულ ამბავს მოუტანს საქართველოს ხო მეტაფიზიკურად ვიძახი რა და მუზეუმში უნდა იყოს გამოკეტილი ხო მე მგონი რომ ამას ელოდება მთელი საქართველოს მოსახლეობა რა შინაგანად ვიძახი შეიძლება ქვეცნობიერში რა იმიტომ რომ მგონია რომ დავფიქრდი მე ლევანმა რაც მითხრა რა და გავაანალიზე რომ მე მგონი რომ რა თქმა უნდა თუ ეხა მუზეუმის და მის თვალსაჩინო შევხედავთ ხო რომ იქ არაფერი არ დაემართოს და რაღაცა და ჩვენ თვითონ უნდა გაუფრთხილდეთ ამ ხაზს და რაღაცა ეს ერთი თემა არა მაგრამ მეორე თემა არის რა უნდა დაემართოს როცა თვითონ უნდა გაგვიფრთხილდეთ და თვითონ უნდა გადაგვარჩინოს იმ ხატმა რა ხო და ჩემი პირადი მოსაზრება არის რომ პირადად ჩემი მოსაზრება არავის გულის დაწყვეტას არ ვაპირებ და მათ წინააღმდეგ წასვლას უბრალოდ ჩემი პირადი მოსაზრება არის ეს რომ ანჩისხატი თავის ტაძარში უნდა იყოს რომ რაღაცნაირად გამოვანთავისუფლოთ ამ ჩაკეტილი მუზეუმის ჩარჩოებიდან რა და თავის საქმე რომ გააკეთოს და შეასრულოს რა დიდებულმა ხატმა საქართველოში რა და არ ვიცი ხა პატრიარქსაც თავის დროზე ნათქვამი აქვს რომ ეს ხატი უნდა იყოს ტაძარში მიბრძანებული თუმცა დღემდე ყოველ შემთხვევაში ესე არ მოხდა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ აბსოლუტურად კიდევ უფრო სხვანაირად და კიდევ უფრო უკეთესობისკენ და კიდევ უფრო ბევრად კაი ამბებისკენ განვითარდება ეს ვთქვათ საქართველოს ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ასე რომ ეს ჩემი პირადი აზრია და რა ვიცი ალბათ შეიძლება ყველა არ დამეთანხმოს ამასში მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ძირითადი მოსახლეობა საქართველოსი ამაში დამეთანხმება რომ ანჩისხატმა უნდა მოგვიაროს ჩვენ და არა ჩვენ ანჩისხატს რა ანჩისხატს არაფერი არ ჭის მოსავლელი რა